დღეს დილიდანვე გადავწყვიტე რომ სანამ რამე კერძ შემოგთავაზეთ, რამეს რა მინდა რომ მოვამზადო აჭარული ხაჭაპური, მაგრამ დილით მინდოდა გამომესეინა ჩოხატაურში, ნაბეღლავში კერძოდ და იცი რა არ ვფიქრობდი ხა გზაშიც რა რომ გურია არ შეიძლება გიყვარდეს რომელიმე სეზონზე ან რომელიმე ამინდში. აი ხა დღეს წვიმს, შეიძლება ხა 2 საათში ზემაც გამოანათოს, მაგრამ აი გურიის სუბტროპიკული ზონაში ყოფნა რაღაცა სხვა ეიფორიას და ჩემთვის სიყვარულია ეს ყველაფერი, ეს გადამწვანებული რო არის და საერთოდ არც გაღიზიანეს პირიქით, რაღაცნაირად გიყვარს გურია და თუ ვინმეს რამე გამორჩეული სეზონი გაქვთ გურიის სიყვარულში, ეგეც მოიწერეთ და ეხა მინდა გაჩვენოთ ჩოხატაურში აი ეს როგორ მოდის ნაბეღლავი ნატურალური მიწიდან როგორ ამოდის, მაგ ყველაფერს წავიკითხავ კარგად, თან გავსინჯავ, თან ცოტას ავავსებ და სახშიც წავიღებ. ძალიან საინტერესო ადგილი არის და აქედან სულ რამოდენიმე კილომეტრში, არ მინდა ციფრები შემეშალოს, დაახლოებით 30 კილომეტრის მანძილზე არის უკვე ბახმარო. და ბახმაროში კიდე ცალკე ავალ და ბახმაროს სილამაზეს და სიდიადეს კიდე ცალკე გაჩვენებ და იქ მოვამზადებთ, ვეცდებით მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას რამე ისეთი შესაბამისი კერძი მოვამზადოთ. ეხლა წავიდეთ და გავსინჯოთ და გაგიზიარეთ, ვინც არ ყოფილხართ ნამყოფი ნაბეღლავში, თუ რა გემოაქვს აი ამ ნატურალურ ნამდვილ ნაბეღლავს რა. ძალიან მსუბუქი გოგირდის გემო დაკრავს, ნაკლებად გაზიანია რა თქმა უნდა და აგერ ჩემმა მეგობრებაც აღნიშნეს, ცოტა რკინის გემოც დაყვება, რომელიც ბუნებრივია რა თქმა უნდა და სასარგებლოა. ძალიან გემრიელი, ეხა ავავსებ და წავიღებ სახლში. არ დაყაროთ ნაგავი, ჩვენ გვიყვარს ბუნება. დავბრუნდით ნაბეღლავი და როგორც გითხარით, რადიკალურად შეიცვალა ამინდი, იქ თუ ოდნავ სუსხი იყო და ქციოდა და წვიმიანი ამინდი იყო, ნახეთ როგორ გამოიდარა და ცოტა დამცხა კიდევაც. კარგი, დღეს მოვამზადებ აჭარულ ხაჭაპურს. დავიწყოთ რეცეპტით. რეცეპტს გაგამტებ ძალიან დეტალურად, საჭირო არის, რა თქმა უნდა, მოდი 1 კილო ფქვილზე ვიანგარიშოთ ეს ყველაფერი, რომ ძალიან ბევრი ცომი არ გამოგივიდეთ და მე შესაბამისად თქვენ გაამრავლეთ რამდენჯერაც გინდათ. ვიღებთ 1 კილო ფქვილს და 650 გრამ წყალს. 650 გრამი პროცენტულად არის 65%. ჩვენ ესე ვიცით, მე პირადად და ამის შემდეგ ზრდი და ზრდი. თუ უფრო ფაფუკი ცომი გინდა 70%-იანია, უბრალოდ მე მუშაობაც უფრო რთულია გამოუცდელი ადამიანისთვის ცომთან და ეს 65%, ანუ 650 გრამი წყალი არის იდეალურად სამუშაო. არაფერი ძალიან მარტივი ცომი არის. აქ ზედმეტი ზეთი, რძე გამორიცხული არის და მარტივ მაგალითად გეტყვით, იგივე პიცის ცომს, მე კიდე გავაკეთებთ პიცის ცომს და გაგანდობთ ყველა დეტალს. იტალიელებიც კი არ უშვებოდნენ ავთენტურ ვერსიაში პიცის ცომში ზეთს. მხოლოდ ფქვილი, წყალი, მარილი და ბუნებრივი საფუარი. იგივე პრინციპია აქ. უბრალოდ ეხა ბუნებრივი საფუარი არ მაქვს, 650 გრამი წყალი გითხარით, 8 გრამი აქტიური საფუარი, რომელიც დიასახლისებს დარწმუნებულად ყველა სახლში გააქვთ, 8 გრამი და 30 გრამი მარილი. ეს არის და ეს. ამ შემთხვევაში იმასაც გეტყვით, რომ ლეგენდები დადის, რომ საფუარი და მარილი ერთად თუ მოხვდა, საფუარი კარგავს აქტივობას. ეს არის მცდარი ვერსია, იმიტომ რომ საფუარი და მარილი დიდხანს არ ჩერდება ამ შემთხვევაში ერთმანეთთან და ვერ მოასწრებს მარილი საფუარის განეიტრალებას, ასე ვთქვათ. ასე რომ ეგეც არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ ერთად ქნათ. უბრალოდ როდესაც მანქანაში ზილავთ, ჯობია მარილი ბოლოსკენ გაუკეთოთ, იმიტომ რომ მარილი ცომს უფრო ამაგრებს. დავიწყებ მოზევას და საბოლოო სახეს გიჩვენებთ როგორი გამოვა. სადღაც დაახლოებით 10 წუთის ზერვის შემდეგ მივიღეთ ესეთი ტექსტურა, გამთლიანებული, ამას ცოტა მეტი ზელვაც მოუხდება, თუმცა
როდესაც დაასვენებთ, შემდეგ შეგიძლიათ 1-20 წუთში ნახევარ საათში ისევ გადაზილოთ და უფრო პრიალა და დამჯერი ცომი გვექნება. ეხლა ამას დავასვენებ და ცოტა ხანში მოვჭრი 250 გრამებად. სასტორის მეშვეობით 250 გრამ გუნდებათ მოვჭრი, დავაგუნდავებ და გადავაკრავ პლასტიკს და შევინახავ, რომ აფუდეს. მაგასაც მე ყველაფერს გაჩვენებთ, როგორი აფუებული გამოვა. 250 გრამით ცომი არის ყველაზე ესეთი სტანდარტული აჭარული ზომა. თუმცა ცოტა 300-იანსაც მოვჭრი და 200-იანსაც, რომ განსხვავებები მქონდეს სამუშაო სივრცე, იმიტომ რომ მე აქ პატარა ღუმელი უნდა ავაშენო, მაგას ყველაფერს გიჩვენებთ. სადაც უნდა გამოვაცხო აჭარული ხაჭაპური. ხო, ძალიან ისე ჟღერს ღუმელის აშენება, მაგრამ მაგას გაჩვენებთ. კარგი, ეს ამ ცომმა დაისვენოს და აჭარულ ხაჭაპურში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ყველის შერჩევა. ჭირდება მხოლოდ იმერული ყველი, მწიფე, რომელიც აი გაწევლა რო გვიყვარს, მწიფე იმერული ყველი, როდესაც ცხელდება, გვაძლევს ზუსტად იმ წელვადობას და არა სულგუნის დამატება ან მოცარელას დამატება. ასე რომ და რომც არ გაიწელოს ავთენტური აჭარული ხაჭაპურის ყველი არ იწელება, თუმცა ჩვენ გვექნება მეორე ვერსია ჩვენი საყვარელი ემიგრანტებისთვის, რომ უცხოეთში შეძლოთ მიახლოებული, ძალიან მიახლოებული გემოს მიღება ყველით. ეს იქნება, რა თქმა უნდა, წინაზეც ხოვანა რომ გავაკეთეთ, გამოვიყენეთ ფეტა, მევგალის, ბერძნული, რომელიც ძალიან წააგავს. თითქმის ბაქტერიაა სხვაობა იმერულსა და ფეტას შორის ბაქტერიის ყოლა შიგნით, თორე პრინციპი და იდეა ერთი და იგივეა და ასევე დაუმატებ არლას დანიური ყველის გაუდას, რომელიც 100% რძითაა დამზადებული და აქაც ძალიან საინტერესო გაუდასთვის დამახასიათებელი ბაქტერიითაა მომზადებული. ამ ყველაფერს ერთად გავაერთიანებთ და გვექნება ორი ვერსია, ტრადიციული აჭარულის და ჩვენი ემიგრანტებისთვის მისაღები ფორმა და ფორმატი. ხო, მნიშვნელოვანი არის თვითონ სტრუქტურა ყველის მიიღოთ ისეთი, რომ არ გამაგრდეს, ასე ვთქვათ, ცხობის შემდეგ. ამიტომ ყველს ცოტა ცხიმს დავუმატებთ. არის შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანით, მაღალ პროცენტიანი და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის ზეთი. და რა თქმა უნდა, ერთი ცალი კვერცხი 1 კილო ყველზე, რომ ეს ყველაფერი მასა შეკრას. აი ამ ყველაფერს ახლა გიჩვენებთ. ღუმელიც ავაშენეთ, ახლა ქვას, თხელი ქვა არის და გამოწვა ჭირდება და ამასობაში სანამ ცომით სოდნავ ოთახის ტემპერატურაზე, ეზოს ტემპერატურაზე ჩვენ შემთხვევაში მოვა, მანამდე შეპირებულ ძალიან მარტივ მოცვის ლიმონადს მოვამზადებ და სანახში გავაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ის წვენი, ის კანიც არაფერი არ დავტოვო. ცოტა ეხა სუნელების გემოც ექნება ქინძის, ოხრახუშის, ცოტა ნიორის, რაც აქ ჩაჭყრეტილია, როგორც მოგეხსენებათ, სანაყი არასდროს არ ირეცხება და ის არომატები ყოველთვის რჩება. ასევე დავამატებ განსხვავება რაც ექნება ბალახებიდან ომბალოს. ამ ომბალოს კი გადავეკიდე, მაგრამ ძალიან დაჩაგრული ბალახეული მგონია იმის კვალობაზე, რომ მხოლოდ ტყემალში ვიყენებთ. ცოტა ლიმონს დავამატებ და როგორც გახსოვთ, ნაბეღლავიდან ჩამოვიტანე ნაბეღლავის ბუნებრივი წყალი. და ძირითადი ბაზა იქნება ნაბეღლავის წყალი. ასევე მაქვს, რა თქმა უნდა, სიტყვოსთვის თაფლი, არ ვიყენებ შაქარს. ინდივიდუალურია, შეგიძლიათ შაქრით ჩაანაცვლოთ. უბრალოდ მეტი სიჯანსაღისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ თაფლი. აჰა, ამას ახლა ჩავნაყავ.
დავამატებ თაფლს. მაისის თაფლი ჯობია, უფრო მსუბუქი არის. და აგერ მაქვს ხო ნაბეღლავის სანამ ნაბეღლავს დავასხამდე ცოტა ლიმონის ცედრასაც გავუკეთებ ანათალს კიდევ ვიმეორებ რომ თეთრი ნაწილი არ გააყოლოთ იმიტომ რომ წყლარტე გემოს დაუტოვებს კარგად უნდა მოურიოთ, რომ თაფლი გაიხსნას და ძირს არ ჩავიდეთ. ამას თავზე პლასტიკის გადაკვრა უნდა და გრილ და ჩრდილიან უმზეო ადგილას შენახვა უხდება ძალიან. შეგიძლიათ მაცივარშიც მოათავსოთ. ეს პირდაპირ დასალევი არაა, გემოები უნდა გაჭდეს, სადღაც მინიმუმ 9 საათი, მაგრამ როგორც ყოველთვის ვიძახი, ერთი დღე-ღამე არის საუკეთესო ვარიანტი. ესეც ესე. ამას ახლა ცოტა ხანი შევდგა მაცივარში და აჭარულთან ერთად უკვე მზად იქნება. ცომიც და ყველიც უკვე მოწესრიგებულად დევს ჩვენ დაფაზე. გეტყვით იმას, რომ ეს არის 250 გრამიანი გუნდები ცომის და შესაბამისად 250 გრამი არის ყველიც. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ფორმას, რომელსაც მე მივცემ, 250 გრამი არის ყველაზე სასურველი ფორმა და სასურველი საჭმელადაც. ასევე მაქვს 300 გრამიანიც და 200 გრამიანიც მოჭრილი, მაგრამ ამ ყველაფრის გაბრტყელების შემდეგაც და ყველის ჩადების შემდეგაც მივხვდებით, რომ 250 გრამი არის იდეალური ვარიანტი. აქ მაქვს ცეხვილი ფქვილი და ცეხვილი ფქვილთან ერთად ვიმუშავებ გაბრტყელებისას. აუ სიცხეში რა სწორებს. ცეხვილი ფქვილი რას გვაძლევს? ცოტა სიხრატუნეს და რა თქმა უნდა მეტი მინერალი და სასარგებლო თვისებები აქვს თვითონ ცომს. კარგი, რამოდენიმე ვარიანტი არის ცომის გაბრტყელების. ერთი არის რომ აი როგორც პიცის ცომი არის შუაგული ბრტყელდება. ყველი იდება და შემდეგ ფორმირდება, თუმცა ეს ცოტა რთული საქმეა. ამიტომ მაგას შევეშვათ და ყველა სახლის პირობებშიც და ისეც რომ მოვამზადოთ, გასწავლით უფრო მარტივ მეთოდს. ვაბრტყელებთ, არ დავინანოთ და ვაძლევთ არა მრგვალ, არამედ ესეც ფორმას. 250 გრამი ყველია. შესაბამის ფორმას ვაძლევთ, ნავისებურს, ყველსაც. და უკვე ხდება მისი ზემოდან გადმოკეცვა. და გვერდები, როგორც ყველამ ვიცით, აჭარულის ფორმას ძალიან მარტივად შევაწებებთ. ეხლა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამას ესე არ დავტოვებთ. კოვზის ან ჩანგლის გამოყენებით ყველი გაგვაქვს კიდეებში. ოვალურ ფორმასაც მივცემთ. შედარებით. და ვეცადოთ, რომ ყველა მხარეს ყველი თანაბრად შევიდეს. ყველის ცომის ამოცლა შემდეგი ეტაპია და მაგასაც გიჩვენებ და ამ მეთოდით, როდესაც ამზადებ, ბოლომდე როცა აბრტყელებ ცომს, ამოსაცრელი ცომიც პრინციპში ნაკლები რჩება. მშვენივრად გამოიყურება. ეს ცოტა უცხო ვიზუალი გამოიყენება, უცხო ვიზუალს გვაძლევს ზუსტად ცეხვილის ქვილი.
კარგი. ეხლა ჩვენ აშენებულ ღუმელში უნდა მოვათავსოთ ეს ყველაფერი. კომფორტულად რომ მოვათავსო აჭარული, ცოტა ხანი თავსახური გადავხარ. აჰა. შენიერი. რა კარგად გამოიყურება, ცოტა ზემოთ აუწევ, რომ ბოლოს სიმხურვალე მიიღოს. აუ, რა კაი ხრატუნა არის, ნახე. ეხა გასწავლით როგორ უნდა ამოვიღოთ ცომი აჭარულიდან. ჩანგალი, თუმცა ამ მიმართულებით არა, უკუღმა ვიჭერთ და შევდივართ. რაც კი რამე გვხდება, გამოდის. ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა ცომია, იმიტომ რომ გასწავლეთ როგორ უნდა გავარწყელოთ კარგად, რომ ნაკლები ცომი ამოვიღოთ. აქაც ნახეთ. ძალიან ცოტა ცომია დარჩენილი. ამ ყუებშთან რაც შეეხება, შეგიძლიათ ცომი ამოიღოთ, ეგ ინდივიდუალურად ვიღაც ცომიანი ყუა უყვარს, ვიღაცას ნაკლებად. ცოტა შევათხელებ, აქედან ამოვიღებ ცომს და ყველს გადავანაწილებ. ეხა კვერცხის გული რამოდენიმე წამი საჭირო არის ღუმელში მოტარდეს, ცეცხლი მიიღოს კვერცხმა და შემდეგ კარაკი. მერე ყველამ კარგად ვიცით, აურევ და მივირთმე. და ერთ-ერთი მთავარი გმირი, აჭარულ ხაჭაპურს შეიძლება გაგიკვირდეთ, კარაკი რა შუაშიაო, მაგრამ კარაკის გემოს გარეშე, თან მით უმეტეს ლურპაკის კარაკით სადეთ, ყველანი მოგებულები დარჩებით, სულ სხვა გემოს მიიღებთ. ესეც ინდივიდუალურია, ზუსტად ვერავინ ვერ გეტყვით, რამდენი კარაკი უნდა გაუკეთოთ. თან ლურპაკზე ბევრჯერ მithქვამს და ძალიან ერთგვაროვან მასას იღებს საბოლოო ჯამში აჭარულშიც კი. და ის დიადი და ნანატრი დროც. კარაქის, ყველის არევა ერთმანეთში. ოჰოჰოჰო. კარგად მოვათავსებ ყველს შიგნით. აი, კიდე ერთიც და საბოლოოდ შევაფასებ. ცომისმა ყველას გესმოდათ და ზედმეტი აქ სიტყვები რომ მივხვდეთ ცომი იდეალური იყო თუ არა. ხრატუნა გემრიელი ზედმეტი დანამატები, ზედმეტი ზეთის და ამბების გარეშე და ყველი სეზონურიც არის, ინდივიდუალურიც არის. მე კი ვთქვი რომ ავთენტურ ვერსიას მხოლოდ იმერული ჭირდება, მაგრამ ნება თქვენი არის, რაც გინდათ, რაც თქვენ გიხარიათ, ის ყველებით შეგიძლიათ გავურიოთ მოცარელაც ბატონო და სულგუნის. უბრალოდ მე გითხარით ავთენტური ვერსია რომელია და ეს ავთენტური ვერსიაც ძალიან გემრიელია. ხო, მავიწყდებოდა აგერ
მოცვის ლიმონადი, გურული მოცვის ლიმონადი. ამასაც დავაყოლებ და ნამდვილად ცხონდები. ამაზეც ორ სიტყვას ვიტყვი, აი ნუ ელოდებით ძალიან ლიმონათურ გემოს, ძალიან გაზიან გემოს და ძალიან ტკბილ გემოს. მოცვით საკმაოდ იგრძნობა და მაისის თაფლიც. და აი ეს ცოტა შუშხუნი და მინერალური წყლის გემოც ძალიან რბილად შემოდის ბატონო ჩემო. კაი აჭარულები ვისაც გინდათ, კაი იმერულები, კაი სმა და კაი ჭამა YouTube-ის მეშვეობით, უნდა გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, დაალაიქოთ და გვიგულ შემატკივროთ. და რაც შეეხება მეორე ხაჭაპურს, ფეტათი და გაუდათი, იმასაც ეხავე ჩავაცხობ და გაჩვენებთ. ესეც უკვე ფეტათი და გაუდათი მომზადებული და ერთი ფენა გაუდათ ზემოდან აქვს გადაკრული. ისევ ცომს ამოვიღებ და სანამ გავსინჯავ, სიმართლე გითხრათ, მე ეს ვარიანტი უფრო გონია რომ გემრიელი იქნება, იმიტომ რომ რამოდენიმე ქვილის კომბინაცია ყოველთვის უფრო კარგს ხდის ცომს და ამ შემთხვევაშიც რამოდენიმე ყველის კომბინაცია კიდევ უფრო გააგემრიელებდა აჭარულს. ისე ყველაფერს კვერცხი იქნება თუ კარაქი ჩავდებ. და ლურპაკის კარაქი. კარგად მოვურევ. არა, ყველსაც ეთყობა რა უკვე სხვა ტექსტურის არის. ხმაც დავსინჯავ ისე. რა ცხელია. ეს ვარიანტი ჯობია. თამამად ვიძახი ეს ვარიანტი ჯობია, იმიტომ რომ როგორც ფქვილი, ისე ყველი და სხვადასხვა ინგრედიენტების კომბინაციით წარმოიქმნება კიდევ უკეთესი გემოს პროდუქტი. კი ვთქვი ერთხელ, მაგრამ სულ აი ესეთი სულ აჭარულებში, სულ იმერულებში, სულ გოჭის წვაში და სულ კაი საჭმელებში რო იყოთ YouTube-ს მიღმა, ხო? უნდა გამოგვიწეროთ და დაგვალაიქოთ და რა იცი რა ხდება, როდის გაგიმართლებთ და ამ გარემოში მოხვდებით. ასე რომ გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ. დროებით.